თბილისში აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა იწყება. ის 16 წელს ზემოთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს მოემსახურება და საჭირო სერვისის მიღებასა თუ უნარჩვევების განვითარებაში დაეხმარება. კომპლექსის მშენებლობისთვის ტერიტორია თბილისის მერიამ გამოყო. 24 საათიანი თერაპიის კოტეჯები, სპორტული სივრცე, კინოთეატრი. ასეთი იქნება ცენტრი, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები სრულფასოვანი და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უნდა მოემზადონ. ცენტრი, რომლის მშენებლობაც დღეს ოფიციალურად დაანონსდა, 16 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე მოქალაქეებს მოემსახურება. ამ ტერიტორიაზე განთავსდება სოციალური საწარმოც, რომელიც ბენეფიციარებს დასაქმებაში დაეხმარება. Ჩვენ ბენეფიციარები ერთის მხრივ ისწავლიან სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლებიან, რომელთაც დასაქმება შეძლებენ უკვე ცენტრის გარეთ, მაგრამ ამავდროულად მათ, ვისაც არ ექნება შესაძლებლობა რომ დასაქმდეს ცენტრის გარეთ, ის იმუშავებს ამ კომპლექსის ფარგლებში. მთავარი რაც არის, ცენტრი არ არის დახურული სისტემა, ეს არის ინკლუზიური გარემო და ის სპორტული კომპლექსი, რომელიც ექნება ცენტრს, ის ღია კინოდარბაზი და ასე შემდეგ, ეს იქნება ყველასთვის საერთოდ გამოყენებადი სივრცე. ცენტრის მშენებლობა აუტიზმის ხელშეწყობის ფონდის ინიციატივაა. ფონდი ძირითადად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებითაა დაკომპლექტებული. ისინი ყვებიან, რომ საზოგადოებამ აუტიზმის შესახებ ჯერ კიდევ ცოტა იცის, ამიტომ ყოველდღიურად მათი შვილები უამრავ პრობლემას აწყდებიან. მისი ქცევა არ შეესაბამება იმ ნორმებს, რომელიც საზოგადოებისთვის არის მისაღები და ხშირად გვაქვს ხოლმე ამისთან დაკავშირებით რაღაცა პრობლემები. საჭირო არის, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი საზოგადოებაც გაიზარდოს და იმედი მაქვს, რომ საერთო ჩართულობით ჩვენ უფრო უკეთეს, უფრო შემწყნარებლურ და უფრო მეტად გულისხმიერ საზოგადოებას შევქმნით. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა განვითარების სახელმწიფო ბიუჯეტი ჯერადობით გაიზარდა ამ წლების განმავლობაში, ეს მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს ადამიანები გახდნენ საზოგადოებაში ადაპტირებულები, ასე ვთქვათ. ბავშვთა აუტიზმის ცენტრი საქართველოში პირველად 2010 წელს დაარსდა. ამჟამად თბილისში 7 ცენტრი ფუნქციონირებს, თუმცა იქ სერვისით მხოლოდ 15 წლამდე მოზარდები სარგებლობენ. ბენეფიციარებს ყოველწლიურად 4 მილიონამდე ლარით აფინანსებს დედაქალაქის მერია. სწორედ მერიამ გამოყო მიწაც, სადაც აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ პროექტს რეგიონში ანალოგი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. საქართველო იქნება პირველი, რომელიც ასეთ კომპლექსურ ცენტრს ააშენებს. მინდა ყველას მიულოცო ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყება და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოუწოდო, რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ. ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, 16 წლის ზემოთ ასაკის ახალგაზრდებისთვის არ არსებობს შესაბამისი სერვისები, არ არსებობს ცენტრები, სადაც გაუწევენ მომსახურებას და ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ შევძლებთ ღირსეულად უპასუხოთ იმ გამოწვევას, რომელიც ეს კიდევ სამწუხაროდ არსებობს. აუტიზმის ეროვნული centris მშენებლობის პრეზენტაცია ორგანიზატორებმა სიმბოლურად 2 აპრილს დაამთხვიეს, როდესაც მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს.